რას ნიშნავს სულიერი, ანუ ტოტემური ცხოველი და რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ მის შესახებ. უპირველესად გეტყვით, რომ ეს არის უძველესი შამანური სულიერი პრაქტიკა და გამოცდილება, თუმცა მხოლოდ ეზოთერიულ პლანში ნუ გადავიყვანთ ტოტემურ, ანუ სულიერ ცხოველს. მას აქვს მინიმუმ 3 ასპექტი: სიმბოლური, ფსიქოლოგიური და ეზოთერიული. ტოტემური, ანუ სულიერი ცხოველის სიმბოლური მნიშვნელობა ეს არის, როდესაც ადამიანი თავის უნარებს, ნიჭებს აიდენტიფიცირებს რომელიმე ცხოველთან და მის უნარებთან. აქედან მოდის იგავ-არაკებში, ცხოველთა ზღაპრებში ადამიანის თვისებების გადმოცემა ცხოველური პერსონაჟით. ფსიქოლოგიური ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც სულიერი ცხოველი ფსიქოლოგიურ პლანში განასახიერებს ჩვენს არაცნობიერ ცხოველს, ჩვენს არაცნობიერ პოტენციალს, ხოლო ეზოთერიული ნაწილი ეს არის წმინდა შამანური გამოცდილება, როდესაც სულიერი, ანუ ტოტემური ცხოველი გვევლინება ჩვენს მფარველ სულად, მეგზურად, რომელიც მიგვიწყება ცხოვრების გზაზე, მფარველობს და გვეხმარება სხვადასხვა სირთულეების გადალახვაში. თუ გსურთ გაიგოთ, ვინ არის თქვენი ტოტემური ცხოველი, როგორ დავამყაროთ მასთან ღრმა სულიერი კავშირი, როგორ გავიძლიეროთ სასიცოცხლო ენერგიები მისი დახმარებით, მოგბრძანდით შენ სივრცეში და ერთად გამოვცადოთ შამანური მედიტაციური სულიერი პრაქტიკა.